დღევანდელი დღის თემა. 600 წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ამ ქვეყნად. სურს იმავე საგანს შეუდგე, რაზედაც მცირე ხნის წინ მქონდა საუბარი თქვენ სიყვარულთან და კვლავ მართალ ნოეზე მოთხრობილი ამბავი განვიხილო. მართლაც და უდიდესია მართალი კაცის სიქველეთა საჭურჭლე და ჩვენ შეძლების დაგვარად გამოწვლილივით უნდა გამოვიძიოთ ყველაფერი, რათა ამ გზით უმეტესი სარგებელი მივიღოთ. ოღონდ იმას გთხოვთ, ყურადღება გაიმახვილეთ, რათა ამ მონათხრობში არსებული არც ერთი აზრი არ გაგისხლტეთ ხელიდან. მაგრამ წინ და წინ უნდა შევახსენოთ თქვენ სიყვარულს თუ რაზე შევჩერდით ბოლო შეგონებისას, რათა დღეს იქიდანვე დავიწყოთ თქმა და მომდევნო წინას შევუკავშიროთ. ამგვარად თქვენთვის აწინდელი თქმაც ნათელი გახდება. რაზე შევაჩერეთ მაშინ ჩვენი შეგონება? ნათქვამია. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემ წინაშე ამ თაობაში. ყოველი წმინდა პირუტყვისგან 7 წაიყვანე, მამალი და დედალი. უწმინდური პირუტყვისგან 2 მამალი და დედალი. რადგან 7 დღის შემდეგ 40 დღეს და 40 ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარხოცავ მიწის პირისგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია, ადამიანს თუ პირუტყვს. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა. ამაზე შევაჩერეთ სიტყვა და შევწყვეტეთ სწავლება. შეიძლება თქვენ თავადაც გახსოვთ თქვენ სიყვარულს რომ მოვახსენეთ მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ნოეს უბრძანა შეეყვანა წმინდა პირუტყვისგან 7, უწმინდური პირუტყვისგან 2. დღეს განვიხილოთ შემდგომი საკითხავი და ვნახოთ რის შესახებ მოგვითხრობს წმინდა წერილი ნოეს კიდობანში შესვლის შემდეგ. თუ როდესმე სხვა დროსაც გამოგვიჩენია, მით უფრო ახლა უნდა გამოვავლინოთ უდიდესი გულმოდგინება ახლა, როდესაც მარხვი ჟამის გამო, ისედაც ხშირად ვტკბებით თქვენთან საამური საუბრით, თავისუფალიც ვართ განსხრომით სიმაძღისაგან და გონება გამოფხიზლებულებს შეგვიძლია ყურადღებით უსმინოთ შემოთავაზებულ სწავლებას. ამგვარად, უნდა ითქვას, რით დაიწყო ჩვენი დღევანდელი საკითხავი. 600 წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ამ ქვეყნად. გთხოვთ, ყურადღებით იყავით და ზედაპირულად ნუ გადაურბენთ ამ სიტყვებს. ამ მოკლე სიტყვებში საგანძურია დაფარული და გონებას თუ დავძაბავთ შეგვეძლება, მათგან შევიცნოთ უფლის უჩვეულო კაცთმოყვარებაც და მაშინდელი ადამიანების უდიდესი გაბოროტებაც. ნათქვამია, 600 წლისა იყო ნოე. საღვთო წერილმა აქ უმიზეზოდ როდის შეგვატყობინა მართლის წელთა რიცხვი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გცოდნოდა თუ რამდენი წლის იყო იგი, არამედ იმისთვის, რომ მან ადრე უკვე გვაუწყა. 500 წლისა იყო ნოე. წლების რაოდენობა რომ გვაუწყა, წერილმა შემდგომ მოგვითხოვ ადამიანების სწრაფვაზე უკეთურებისკენ, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულის თქმა მისი სიყრმიდანვე, რის გამოც თქვა უფალმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ. რადგან ხორცია იგი და ამ სიტყვებით წინასწარ გვაუწყა თავისი უდიდესი რისხვის შესახებ. შემდეგ იმისათვის, რათა საკმარისი დრო მიეცა, რომ მოენანიებინათ და რისხვა აეცილებინათ, ღმერთი ამბობს: იყოს მისი ხანი 120 წელი, ანუ მოვითმენო 500 წლის შემდეგაც, რადგანაც ეს მართალი კაცი 500 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ შეაგონებდა ყველას თავისი სახელით. და ოღონდაც მისთვის ყურის დაგდება მოეწადინებინათ, ცოდვისგან განდგომას და სიკეთისკენ შემოbrunებას აჯერებდა. ყოველივე ამის შემდეგ ამბობს უფალი, კვლავ გპირდებით კიდევ 120 წელიც მოვიცადო, რათა მათ სათანადოდ გამოიყენონ ეს დრო, მოცილდნენ უკეთურებას და სიკეთის კეთებას შეუდგნენ. ღმერთი არ ჯერდება 120 წლით გადავადების ამ დაპირებას, არამედ მართალს კიდობნის აგებასაც ავალებს, რათა თავად კიდობნის დანახვა ადამიანებს საკმარი შეგონება თქონოდათ და არავინ დარჩენილიყო გაუფრთხილებელი უდიდესი მოსალოდნელი სასჯელის შესახებ. როცა დაინახეს, რომ ეს მართალი, რომელსაც უმაღლესი სრულყოფილებისთვის მიუღწევია, ამდენ ზრუნავს კიდობნის აგებაზე, ყველა გონიერ ადამიანს უკვე შიშსა და შფოთვას მოჰგვრიდა და აიძულებდა, გული მოელბო ესოდენ ლმობიერი და კაცთმოყვარე ღმერთისთვის. თუ კი ის ბარბაროსები, ანუ ნინევიელები, ისევ ისინი უნდა მოვიყვანო მაგალითად, რათა ამგვარად უფრო ცხადად გამოიკვეთოს ამათი უდიდესი სიბილწეც და იმათი მადლიერებაც. თავად ჩვენი უფალიც იმ საზარელ დღეს ერთ მონებს მეორეთა წინაშე დააყენებს, შემდგომ კი გაკიცხავს ცოდვილებს და ამხელს, რომ მათაც მართალ კაცთა თანაბარი სახსრები და მადლი მიეცათ, მაგრამ მათ მსგავსად არ უმუშაკიათ სათნოებაში. ხშირად არათანაბარ მდგომარეობასაც ადრის ერთმანეთს, რათა უდიერნი მitmetად განიკითხოს. ამიტომაც თქვა სახარებაში: კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელს ამას ნათესავისა ამისთანა და დასჯიდნენ მათ, რამე თუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაისსა. და აჰა, ესე რა უფრო ის იონაისა არს აქა. თითქოს და ასე თქვა: ბარბაროსებმა, რომლებსაც არავინ უძღოდა წინ, არ სმენოდათ წინასწარმეტყველთა სწავლებები, არ ეხილათ ნიშნები, არ შესწრებოდნენ სასწაულებს, არამედ მხოლოდ გემის ჩაძირვას გადარჩენილი ერთი ადამიანისგან გაიგონეს სიტყვები, რომლებსაც შეეძლო სრულ სასოწარკვეთილებაში ჩაიგდო ისინი. და მისი სიტყვებიც კი შესძაგებოდათ ამ ბარბაროსებმა, არა მხოლოდ არ უგულებელყვეს წინასწარმეტყველის სიტყვები, არამედ სულ მცირე სამდღიან ვადაში ისეთი მძლავრი და გულითადი მონანიება შეძლეს, რომ შეცვალეს ღვთის განგებულება. სწორედ ისინიო, ამბობს უფალი, განიკითხავენ ამ მოდგმას, რომელსაც ზრუნვას არ ვაკლებდი, რომელიც წინასწარმეტყველთა წიგნებზე იზრდებოდა და ყოველდღიურად ხედავდა ნიშნებსა და სასწაულებს. ამის მერე იმისათვის, რათა ეჩვენებინა იუდეველთა უკიდურესი ურწმუნოებაც და
ნინევიელთა ენით უთქმელი მორჩილებაც უფალმა დაურთო. რამე თუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაისსა. და ესე რა უფრო ის იონაისა არს აქა. მათო, ამბობს, ერთი უპოვარი ადამიანი დაინახეს, იონა და მისი ქადაგებაც შეისმინეს და უმკაცრესი მონანიებაც იკისრესო. ხოლო ამათ, ვინც იონაზე ბევრად უფრო მეც ხედავდნენ, თავად ყოველი არსის შემოქმედი ედგათ თვალწინ, რომელიც მათ შორის ტრიალებდა, ყოველდღე უამრავ და უდიდეს სასწაულებს ახდენდა, კეთროვნებს კურნავდა, მკვდრებს აღადგენდა, სახიჩრებს ამრთელებდა, დემონებს განასხამდა, დაავადებებს არჩენდა, სრული ძალაუფლებით ანიჭებდა ცოდვათა მიტევებას, ამათ ბარბაროსების თანაბარი რწმენაც კი არ გამოავლინეს. მაგრამ სიტყვის თანამიმდევრობას მივდიოთ, რათა შეიტყო ნოეს თანამედროვეთა უკიდურესი შეუგნებლობაც და ნინევიელების უდიდესი მადლიერებაც. შეიტყო თუ ამათ, ვისაც სამდღიანი ვადა ჰქონდათ დადებული, ხსნის სასო არ წარიკვეთეს, არამედ მონანიება იჩქარეს, ცოდვებით ჩამოირეცხეს და უფლის გულმოწყალების ღირსნიც გახდნენ. ხოლო იმათ, ვისაც 120 წელი მიეცათ მოსანანიებლად, სასიკეთოდ არ მოიხმარეს იგი. ამიტომაც უფალი ხედავს რა მათ უკიდურეს გარყვნილებას და უკეთურებაში სრულ გაკერპებას, სწრაფ სიკვდილს მოსწევს მათ და ამგვარად ანადგურებს და ძირკვავს მათი სიბილწის ავნიშაც. აი რატომაა ნათქვამი. 600 წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ამ ქვეყნად. ახლა ჩვენ ვიცით, რომ მუქარის შემოთვლის და ღვთის წინასწარმეტყველების დროს ნოე 500 წლისა იყო, ხოლო როცა წარღვნა მოხდა 600 წლისა. მაშა სადამე. ამასობაში 100 წელი გავიდა. მაგრამ ეს 100 წელი არ გამოუყენებიათ, თუმცა ნოეს მიერ კიდობანის აგებაც ასეთ ძალუმად შეაგონებდა მათ. მაგრამ იქნებ ვინმე მოისურვო შეიტყოს რა თქვა უფალმა, იყოს მისი ხანი 120 წელიო, რაც დაპირდა ამდენ ხანს დაცდას და შემდეგ კი ამ წლების გასვლამდე დაატეხა წარღვნა. ესეც მის უდიდეს კაცთმოყვარებას ადასტურებს. ხედავდა იგი, რომ ადამიანები ყოველდღე გამოუსწორებლად სცოდავენ და არამხოლოდ თავის სასიკეთოდ არ სარგებლობენ მისი გამოუთქმელი მოთმინებით, არამედ კიდევაც იმრავლებენ ჭრილობებს. ამიტომაც შეამცირა ვადა, რათა უფრო მეტი სასჯელი არ დაემსახურებინათ. იკითხავ, ამ სასჯელზე უმეტესი რაღა იქნებოდაო? არსებობს საყვარლებო კიდევ უარესი სასჯელიც, უფრო საზარელის და დაუსრულებელიც, მომავალი ცხოვრების სასჯელი. ზოგი ვინც სასჯელს აქ გადაიტანს, თუმცა კი არ აცდება იქაურ სატანჯველს, მაგრამ უფრო მსუბუქი სასჯელი მიეგებათ, იქაურ დიდ ტკივილებს აქაური სალმობით შეამცირებენ. ისმინე რას ამბობს ამაზე ქრისტე, ბეთსაიდას რომ აუწყებს მოსალოდნელ ვაებას. ვაი შენდა ქორაზინ და ვაი შენდა ბეთსაიდა! რამე თუ ტვიროს, თუმცა სიდონს იქმნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნეს თქვენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცართა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. ხოლო გეტყვი თქვენ, რამე თუ ქვეყანა იგი სოდომისაი უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ. ხედავ საყვარელო სიტყვით უმოლხინეს, როგორ აჩვენა უფალმა, რომ ამ ქვეყნად ასე მკაცრად დასჯილები, ასეთი უჩვეულო და საოცარი ცეცხლით დამწვრები, თუმც კი იმ ქვეყნადაც მიეგებიან სასჯელს, მაგრამ უიოლეს, რადგანაც აქ უკვე იწვნიეს ამგვარი მრისხანება? ამგვარად, იმისათვის რომ ნოეს თანამედროვეებს თავიანთი უკეთურების გამრავლებით კიდევ უფრო დიდი სასჯელი არ დაემსახურებინათ, სახიერმა და კაცთმოყვარე ღმერთმა იხილა რა მათი შეუნანებლობა, შეამცირა დრო, რომლის განმავლობაშიც მოთმენას გვპირდებოდა. როგორც იმათ მიმართ, ვინც კეთილმორჩილებას გამოავლენს, უფალი მისი სახიერების გამო აუქმებს განაჩენს, მოქცეულებს შეიწყნარებს და მოსალოდნელ სასჯელს ააცილებს, ასევე პირუკუთს, როდესაც რაიმე სიკეთის მინიჭებას პირდება, ან მონანიების დროს აძლევს, მაგრამ ხედავს, რომ ადამიანები უღირსნი შეიქნენ, მაშინ გადათქვამს თავის აღთქმებს. ამიტომაც თქვა წინასწარმეტყველის პირით. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს ამოძირკვას, გაცამტვერებას და განადგურებას, მაგრამ მოიქცევა ეს ხალხი ბოროტებისგან, რომლის გამოც ვაშინებდი მას და მეც გადავთქვამ ბოროტს, რასაც ვუპირებდი და შემდგომაც. ერთ წამს გავიფიქრებ რომელიმე ხალხის ან სამეფოს აშენებას და დაფუძნებას, მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემს თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას. ხედავ, როგორ ჩვენგან იღებს იგი იმის საბაბს, რომ მოწყალება ან რისხვა მოგვივლინოს. ამიტომ აქაც, რადგანაც ნოეს თანამედროვეებმა სათანადოდ არ გამოიყენეს მიცემული დრო, იგი ამცირებს ჟამს. ამიტომ ეუბნებოდა ნეტარი პავლე უგზნობელ ადამიანებს, მონანიების გზით ბოძებული ხსნის უარმყოფელებს. ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა, მისასა და თავსდებასა და სულგზელებასა შეურაცხყოფ, ვერ გიცნობიეს, რამე თუ სიტკბოება ღმრთისა ის სინანულად მოგიყვანებს შენ. ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და მარცხმსაჯულებისა ღმრთისასა. ხედავ სამყაროს ამ საოცარმა მოძღვარმაც როგორც ცხადად გვიჩვენა, რომ ისინი, ვინც სათანადოდ არ სარგებლობს ღმერთის მოთმინებით, რომელიც მონანიებისთვის მოგვეცა, კიდევ უფრო მეტ კიცხვასა და სასჯელს იმსახურებენ. აი, რატომაა რომ ახლაც კაცთმოყვარე ღმერთი თითქოს და თავის გასამართლებლად და წარღვნის დათქმულ დრომდე მოვლინების მიზეზის საჩვენებლად მართალი ნოეს წლების რიცხვზე მიგვითითებს და ამბობს. 600 წლისა იყო ნოე. მართლაც და მათ, ვინც 100 წლის განმავლობაში არ ისურვა, შეცვლილიყო რა სარგებდათ 20 წელიწადი იმის გარდა, რომ კიდევ დაიმატებდნენ ცოდვებს.
ღმერთმა კი კვლავ ისურვა, თავისი ენით უთქმელი კაცთმოყვარების და სახიერების უკიდეგანო სიდიადე ეჩვენებინა და 7 დღით ადრე კიდევ ერთხელ აუწყა წარღვნის მოახლოვება, რათა ისინი ამ მოკლე ვადას მაინც შეეწრწუნებინა და რაღაცით მაინც შეცვლილიყვნენ. ღმერთის კაცთმოყვარება იხილე იმაშიც დახელოვნებული ექიმის დარად, რა სხვადასხვა ხერხებით წამლობდა იგი ამ ადამიანების სნეულებას. რადგანაც მათი წყლულები განუკურნელი იყო, ამიტომაც მის საესოდენ ხანგრძლივი გადავადება სურდა, რომ ჟამის ხანგრძლივობას მაინც გამოეფხიზლებინა ისინი და მისი მრისხანე განაჩენი თავიდან აეცილებინათ. რადგანაც ღმერთი ჩვენს ხონებაზე ზრუნავს, ამიტომ როგორც წესი წინასწარ გვატყობინებს, თუ რა სახის სატანჯველის მიგება განუზრახავს და ამას მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ არ განახორციელოს ის. თუ რომ სატანჯველის მიგება ესურვა, წინასწარ არ იტყოდა. მაგრამ იგი წინასწარ იუწყება იმ განზრახვით, რომ ჩვენ შევიტყოთ და შიშით შეგონებულებმა მისი რისხვა ავიცილოთ და განაჩენი შევაცვლევინოთ. არაფერი ისე არ ახარებს უფალს, როგორც ჩვენი მოქცევა და ცოდვიდან სათნოებისკენ შემოbrunება. დააკვირდი, ამ ადამიანების სენსაც როგორ წამლობდა. თავდაპირველად მისცა ხანგრძლივი გადავადება მოსანანიებლად. შემდეგ, როცა დაინახა მათი უგზნობლობა, რის გამოც არც გამოუყენებიათ ესოდენ ხანგრძლივი ჟამი, უკვე მთლად, ასე ვთქვათ, კარზე მომდგარი წარღვნის დაწყებამდე აფრთხილებს, თანაც არა 3 დღით ადრე, როგორც ნინევიელებს, არამედ 7 დღით ადრე. რა კი ვუწყი ჩვენი უფლის უსაზღრო კაცთმოყვარების შესახებ თამამად ვიტყვი, რომ გულწრფელად მონანიება რომ მოესურვებინათ, ისინი 7 დღეშიც შეძლებდნენ წარღვნის თავიდან აცილებას. როდესაც ვერც ადრინდელმა ხანგრძლივმა გადავადებამ, ვერც უკანასკნელმა მოკლევადამ ვერათქმევინა მათ უარი ცოდვაზე, ღმერთმა წარღვნა დაატეხა, როდესაც ნოე 600 წლის იყო. 600 წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა ამ ქვეყნად. ხედავთ, საყვარლებო, როგორ გამოგვადგა მართალის წელთა რიცხვის ცოდნა ის, რომ გავიგეთ თუ რამდენი წლის ყოფილა წარღვნა რომ დაიწყო? ახლა განვიხილოთ, შემდგომ რა არის ნათქვამი. წარღვნა რომ დაიწყო, შევიდნენ ნათქვამია ნოე და მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები კიდობანში, რომ განრიდებოდნენ წარღვნას. წმინდა პირუტყვი და უწმინდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის. უმიზეზოდ როდი აქვს დართული. როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვისო, არამედ იმისათვის, რომ კვლავ ქება უთხრას მართალს იმის გამო, რომ ყველაფერი ისე შეასრულა, არაფერი გამოუტოვებია, რაც კი უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები. 7 დღის შემდეგ, ანუ ისე როგორც ღმერთი აღუთქვამდა, მოვიდა წარღვნა ქვეყნად. ნოეს ცხოვრების მე-600 წელს, მეორე თვეს, თვის მე-17 დღეს. დაუკვირდი წმინდა წერილის სიზუსტეს, როგორ მიგვითითებს არა მხოლოდ წელიწადს, არამედ თვესაც და დღესაც კი, როდესაც წარღვნა დაიწყო, რათა ამის მოყოლით უკეთ შეაგონოს შემდგომ ცხოვრები ადამიანები და ეს მოვლენა უფრო შემზარავად წარმოაჩინოს. ამბობს, ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათასარკმელები. აწვიმდა ქვეყანას 40 დღე და 40 ღამე. ნახე, რა დამდაბლებას გვიჩვენებს აქაც წმინდა წერილი, როგორ ყველაფერზე ადამიანურად ლაპარაკობს. ის კი არა რომ წყალნი დაგროვდა ცაზეო, არამედ ჩვენთვის ჩვეული სიტყვებით მოგმართავს, თითქოს გვეუბნება. ღმერთმა მხოლოდ ინება და წყალი მაშინვე დაემორჩილა შემოქმედის ბრძანებას. ყოველი მხროდან მოედინა და მთელი ქვეყნიერება დაძირა. ხოლო ის რომ ღმერთმა წარღვნა 40 დღესა და 40 ღამეში მოახდინა, ესეც მის უდიდეს კაცთმოყვარებას მოწმობს. უდიდესი გულმოწყალების გამო მას სურდა, რომ მათგან ზოგი მაინც ახლობლების სიკვდილის და მათთვის მოსალოდნელი უბედურების დამნახავი გონს მოგებულიყო და საბოლოო დაღუპვა აერიდებინა. მართლაც და შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკვე პირველსავე დღეს ბევრი ადამიანი დაიხრჩო, მეორე დღეს უფრო მეტი. იგივე მოხდა მესამე და მეოთხე დღეებშიც, აი რატომ დაადგინა ღმერთმა, რომ წარღვნა 40 დღესა და 40 ღამეს გაგრძელებულიყო, რათა მათთვის თავის მართლების ყველანაირი საბაბი გამოეცლია, რომ მოესურვებინა და ენდომა. შეეძლო ერთ წამს დაეძირა ყველაფერი, მაგრამ რადგანაც თავის კაცმოყვარებას მიუგდებდა ყურს, ამიტომ დანიშნა ასეთი დრო. შემდგომ ნათქვამია. სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების 3 ცოლი. ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი. მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის. ანუ, როდესაც წარღვნა დაიწყო ღმერთის ბრძანებით, ნოე კიდობანში შევიდა თავის შვილებთან და ცოლთან ერთად და თავისი ვაჟების ცოლებთან ერთად მათთან ერთად ყველა სახეობის ცხოველით შევიდა და დაუგმანა გარედან მათ კარი უფალმა. აქაც შენიშნე სიტყვის სიმდაბლე. დაუგმანა გარედან მათ კარი უფალმა, რათა გვიჩვენოს, რომ მართალი სრულიად უხიფათოდ მოათავსა. დაუგმანა და თანაც გარედან, ისე რომ მართალს არ დაენახა როგორ იღუპებოდა ყოველივე და ამის გამო კიდევ უფრო ძლიერ არ ედარდა. უკვე დარდობდა და გლოვობდა, როცა გონების თვალწინ წარმოუდგებოდა ეს საზარელი წყალდიდობა და კაცთა მოდგმის დაღუპვაზე ფიქრობდა, ყველა ცოცხალის ადამიანების პირუტყვის და ასე ვთქვათ, თავად დედამიწის განადგურებაზე გლოვობდა. თუმცა დაღუპულები ბოროტი ადამიანები იყვნენ, მაგრამ მართალთა გულები, როგორც წესი,
დიდად დარდობენ, როდესაც უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანს ხედავენ, ამიტომ გაიგებ, რომ ყველა მართალი და წინასწარმეტყველი შუამავლობდნენ ღმერთის წინაშე დამნაშავეთათვის. მაგალითად, პატრიარქი აბრაამი სოდომელებისთვის. ხოლო წინასწარმეტყველთაგან ერთი მაგალითად ასე ამბობს: ვაგლა ხუფალო ღმერთო, ნუ თუ გაწყვეტ ისრაელის მთელ ნატამალს, ხოლო მეორე, ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით. და თუ კი მართალი უკვე ისედაც სულით მღელვარე და გულით დარდიანი იყო, იმისათვის რომ საყოველთაო დაღუპვის ხილვას კიდევ უფრო არ შემუსრა, იგი ღმერთმა კიდობანში დაგმანა როგორც დილეგში, ისე რომ საკუთარი თვალით ვერ დაენახა, თუ რა ხდებოდა. და ამის გამო არ შემდგალიყო. ბუნებრივია წყლის ასე მომრავლებას რომ დაინახავდა, შეშინდებოდა რომ თავადაც არ დაძირულიყო. კაცთმოყვარე ღმერთმა კი დაინდო იგი და არაჩვენა არც წყლების სისწრაფე, არც ის თუ როგორ იღუპებოდნენ ადამიანები და ცარიელდებოდა ქვეყნიერება. როდესაც გავიფიქრებ ამ მართლის კიდობანში ყოფნაზე, მიკვირს და გაოცება მიპყრობს და ყოველივეს ისევ და ისევ ღმერთის კაცთმოყვარებას მივაწერ. მართლაც მას რომ არ განემტკიცებინა მისი სული და ძნელი იოლად არ გაეხადა, მაშ როგორ შეძლებდა იგი ამ მდგომარეობის გადატანას? კიდობანში როგორც ციხესა და საზარელ საპყრობილეში გამომწყდეული. როგორ გაუძლებდა ტალღების ასეთ შემოტევას? თუ კი გემზე მოცურავენიც, ვინც აფრებსაც მოიხმარენ, მესაჭეც ყავთ, რომელიც საკუთარი ოსტატობით უმკლავდება ქარის შემოტევას, თუ კი ისინიც კი შიშით ითანგებიან და გადარჩენის იმედს კარგავენ, როცა ხედავენ, რომ ღელვა გაძლიერდა, მაშ ამ მართალზე რაღა უნდა ვთქვათ? როგორც უკვე ვთქვი, კიდობანში ვით დილეგში გამომწყდეული, აქეთ-იქით მიექანებოდა, ვერც ცას ხედავდა, ვერც ვერაფერს, რაც ოდნავ მაინც ანუგეშებდა. ზღვის ნაოსნებს, თუნდაც რომ ღელვამ იმძლავროს, შეუძლიათ ცას შეხედონ, თათა მწვერვალები და შორეული ქალაქი დაინახონ და ამით მცირე ნუგეში მაინც მოიპოვონ. თუ გრიგალი გაძლიერდება და უკიდურესად გამძვინვარდება, ისინი მაინც 10 დღის ან იქნებ ცოტა მეტი ხნის მერე, მრავალი ხიფათის და ქარიშხლის შემდეგ, მიწაზე რომ გამოირიყებიან და ცოტა დამშვიდდებიან, ივიწყებენ ამ უბედურებებს. აქ კი საქმე სულ სხვაგვარადაა. პირიქით, ნოემ მთელი წელიწადი იცხოვრა ამ უჩვეულო და უცნაურ დილეგში, ისე რომ ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებაც კი არ ჰქონდა. ან კი როგორ მოახერხებდა, როცა კიდობანი ყოველი მხრიდან ჩარაზული იყო, როგორ გაუძლო მითხარი, ვით აიტანა. თუნდაც რომ რვალისა და ადამანტის სხეულები ჰქონოდათ, მაშინაც კი როგორ შეძლებდნენ სიცოცხლეს. თუ არ ჰქონდათ არც ჰაერი, არც ნიავი, რომელიც ცნობილია ჰაერზე ნაკლებად როდი გვიმხნევებს სხეულს. არ შეეძლოთ ცის ან სხვადასხვა ყვავილებით შემკული მიწის ცქერით დაეთკბოთ თვალი, ვით არ დაბრმავდნენ ამდენ ხანს ამგვარი ყოფით და ამაზე ადამიანური მიდგომით რომ გვემსჯელა, იმაზეც უნდა გვეფიქრა, საიდან იღებდნენ საკმარის სასმელ წყალს, სანამ კიდობანში ცხოვრობდნენ. ამაზეც რომ არაფრით თქვათ, გეკითხებით, ვით შეძლო ამ მართალმა, ასევე მისმა ძეებმა და ქალებმა, ამდენ ხანს პირუტყვთან, ცხოველებთან და ფრინველებთან ერთად ყოფილიყვნენ? როგორ აიტანა სიმყრალე? როგორ აიტანა მათ გვერდით ცხოვრება? ან ამას რას ვამბობ? თავად ცხოველებმა როგორ შეძლეს და არ დაიღუპნენ ამდენი ხნის განმავლობაში, როცა არც სუნთქვის, არც განძრევის საშუალება არ ჰქონდათ, არამედ ერთ ადგილას ჩაკეტილები იდგნენ. თქვენ რასაკვირველია, იცით რომ ჩვენ, ისევე როგორც ცხოველები, თუნდაც რომ ჰაერიც და სხვა საჭირო რამებიც ჰქონდეს, მაგრამ მუდამ ერთ ადგილას ვართ დაბმული. უეჭველად ვავადდებით და ვიღუპებით. ამ მართალმა და სხვებმაც, ვინც კიდობანში იმყოფებოდა, როგორ გაძლეს ამდენი ხანი? რასაკვირველია, მხოლოდ უზენაესი ყოვლისშემძლე ძალის შემწეობით. განა თუნდაც ის არ იყო უზენაესი ძალის გამოვლინება, რომ კიდობანი აქეთ-იქით აწყდებოდა და არ დაიღუპა ტალღების ამგვარი შემოტევით. იმასაც ხომ ვერ ვიტყვით, რომ კიდობანი გემის მსგავსად იყო აგებული და ამიტომ ზღვაოსნის ოსტატობით შესაძლებელი იყო მისი სვლის მიმართვა. კიდობანი ყველა მხრიდან მტკიცედ იყო მოზღუდული და უფლის ნებით წყალთა დინება ვერ აზიანებდა, არამედ მათზე ამაღლებული, თავის ბინადრებსაც იცავდა საფრთხისგან. ამგვარად, საყვარელო როცა ღმერთი რამეს ჩადის, ნუ გაბედავ, მისი საქმენი ადამიანური მოსაზრებით გამოიკვლიო. ისინი ჩვენს გონების საწიერზე მაღლად განან და ადამიანის გონებას არასოდეს არ შეუძლია მიხვდეს და გაიაზროს მისგან ქმნილი. ამიტომ, ღვთის ბრძანება რომ მოგვესმება, ჩვენ უნდა ვერწმუნოთ და დავმორჩილდეთ მის სიტყვებს. ვით ბუნების შემოქმედი, იგი საკუთარი ნებისაებრ ცვლის და ასხვაფერებს ყველაფერს. დაუგმანა გარედან მათ კარი უფალმა. ამ მართალის სათნოებაც მაღალია, რწმენაც ძლიერი აქვს. ხომ რწმენა დაეხმარა კიდობნის აგებაშიც, ამგვარ საცხოვრიში მხეცებთან და სხვა ცხოველებთან ერთად ვიწროთ ცხოვრების გაძლებაშიც. ამიტომ ნეტარი პავლე მისი გახსენებისას ქებით შეძახებს. სარწმუნოებით ბრძანება მოიღო ნოვე არღასა და ხილულთა მათთვის. შეეშინა და ქმნა კიდობანი, საცხოვრებლად სახლისა თვისისა, რომლითა დასაჯა სოფელი და სარწმუნოებითა მით სიმართლისაითა იქმნა იგი მკვიდრ. ხედავ, უფლის რწმენა მტკიცე ღუზის დარად, ვით დაამყარა იმაზე, რომ კიდობანი წააგო და მასში ცხოვრებად შეძლო. რწმენა გახდა მისი გადარჩენის იარაღი, რომლითა ნათქვამია, დასაჯა სოფელი და სარწმუნოებითა მით სიმართლისაითა იქმნა იგი მკვიდრ. ეს არ ნიშნავს, რომ თავად ნოემ დასაჯა თავისი თანამედროვენი.
არა, ისინი ღმერთმა დასაჯა, შეადარა რა ისინი ნოეს, რადგან მათაც ყოველივე მოეპოვებოდათ, რაც მართალს, მაგრამ სათნოების გზას არ დასდგომიან. ასე რომ, ნოემ თავისი რწმენის გამოჩინებით დასაჯა ეს ადამიანები, რომლებმაც სრული ურწმუნოება გამოავლინეს. არ დაუჯერეს წინასწარმეტყველებას წარღვნის შესახებ. მე კი ყოველივე ამის მერე განსაკუთრებით მაოცებს მართლის სათნოებაც და უფლის გამოუთქმელი სახიერება და კაცთმოყვარებაც, როდესაც გავიფიქრებ, როგორ შეძლო მან მხეცებს შორის, ანუ ლომებს, ფოცხვერებს, დათვებს და სხვა ველურ მოუთვინიერებელ ცხოველებს შორის ცხოვრება. გაიხსენი აქ საყვარელო ის დიდი ძალაუფლება, რაც პირველ ადამიანს მოეპოვებოდა ურჩობამდე და უფლის სახიერებაზე იფიქრე. რადგანაც პირველი ადამიანის დანაშაულმა შეამცირა მისთვის ბოძებული ძალაუფლება, შემდეგ კი ღმერთმა ჰპოვა სხვა ადამიანი, რომელიც ცდილობდა თავის თავში ის ძველი სახე აღედგინა, სათნოების სიწმინდეს იცავდა და უდრტვინლად ემორჩილებოდა მცნებებს, კიდევაც აამაღლა იგი თავდაპირველ ღირსებამდე, თითქოს და ცდის მაგალითზე გვიჩვენებდა იმ ძალაუფლების სიძლიერეს, რომელიც ადამიანს ურჩობამდე ჰქონდა. ამგვარად, მართლის სათნოებამ ღმერთის მოწყალებაზე დაყრდნობით, აღადგინა ძველი ძალაუფლება და მხეცებმა კვლავ აღიარეს თავიანთი ქვეშევრდომობა. მართლაც და ცხოველებს, როგორც კი მართალ კაცს დაინახავენ, დაუყოვნებლივ ავიწყდებათ საკუთარი ბუნება, ან, უпростоრად, საკუთარი მძვინვარება და იმავე ბუნების მქონენი, მძვინვარედან თვინიერად იქცევიან. სწორედ ასე დაემართა დანიელს. ლომებით გარშემორტყმულს, შიში არ ეკარებოდა, თითქოს ცხვრებს შორის მდგარიყო. მართლის კადნიერება ნადირთა ბუნებას აოკებდა და არანებებდა თავიანთი მხეცობა გამოევლინათ. სწორედ ასევე საოცარმა ნოემაც იოლად იცხოვრა მხეცების გვერდით და ვერც ადგილის სიმცირემ, ვერც დროის ხანგრძლივობამ, ვერც ასეთმად უსაღობამ, ვერც ჰაერის უკმარისობამ ვერ გათანგეს იგი, არამედ ყველაფერს უიოლებდა რწმენა ღვთის მიმართ და იგი ამ საზარელ დილეგში ისე ცხოვრობდა, ვით ველებსა და ტყეებს შორის. უფლის ბრძანებამ მისთვის ძნელიც იოლი გახადა. ასეთია მართალთა თვისება. როდესაც ღმერთის გამო სიძნელეებს დაითმენენ, იმას კი არ აქცევენ ყურადღებას თუ რა ხდება, არამედ მიზეზზე ფიქრობენ და ყველაფერს იოლად უძლებენ. ასევე პავლეც, ენების მასწავლებელი, იოლად ასატანს უწოდებდა დილეგებს, თავდასხმებს, ყოველდღიურ საფრთხეებს, მრავალფეროვან და აუტანელ მწუხარებას არა იმიტომ, რომ ისინი მართლაც ასეთი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მიზეზი, რის გამოც ისინი იყო დაშვებული, ისეთ სასოებას იწვევდა მასში, რომ აინუშიაც არ აგდებდა თავზატეხილ უბედურებებს. ისმინე რას ამბობს იგი, რამე თუ საწუთროი ესე მცირე ჭირი ჩვენი, გარდამეტებულსა და გარდარეულსა, დიდსა, დიდებასა, საუკუნესა შეიქმს ჩვენთვის. მომავალი დიდების და მარადიული ნეტარების იმედიო, ამბობს გვეხმარება, უდრტვინლად გადავიტანოთ ეს განუწყვეტელი მწუხარება და ადვილად მივიჩნიოთ ისინი. ხედავ განა, ღმერთის სიყვარული როგორ ძალას აცლის უბედურებას და მორწმუნეებს მის სიძნელეს არც აგზნობინებს. აი რატომაა, რომ ნეტარი ნოეც ყველაფერს უდრტვინლად უძლებდა. მას ღმერთის რწმენა და იმედი ასაზრდოებდა. დაუგმანაო, ნათქვამია და დაუგმანა გარედან მათ კარი უფალმა. 40 დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე. ადიდდა წყალი და 100 წია კიდობანი. დააკვირდი აქაც წერილით ხრობით, როგორ აძლიერებს შიშსა და მოვლენას ამოქებს. 40 დღეს იყო წარღვნა ქვეყანაზე, ამბობს იგი, ადიდდა წყალი და 100 წია კიდობანი, მოექცა იგი მიწის ზემოთ, გაძლიერდა წყალი და მეტისმეტად ადიდდა ქვეყნად და გაცურდა კიდობანი წყლის ზედაპირზე. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე. დააკვირდი, რა დაწვრილებით მოგვითხრობს წერილი წყლების მძლავრ შემოტევაზე იმაზე, თუ როგორ მაღლდებოდა წყალი დღითი დღე. ნათქვამია. მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელ ცისქვეშეთში. 15 წრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაფარა მთები. ბრძნულად განაგო კაცთმოყვარე ღმერთმა, კიდობანი რო დაგმანა, რათა მართალს ვერ ეხილა რა ხდებოდა. მართლაც და თუ კი ამდენი წლის და ამდენი თაობის მერეც ჩვენ წერილის მონათხრობიც კი თავზარს გვცემს და გვაოცებს, მაშ რა სიგრძნობდა მართალი, საკუთარი თვალით რო ეხილა ეს საზარელი უფსკრული. მცირეხნითაც კი როგორ გაუძლებდა ასეთ სანახავს. განა პირველივე დანახვისთანავე სულს არ განუტევებდა, რა კი ვერ გაუძლებდა ამდენი უბედურების ხილვას. დაფიქრდი, საყვარელო. ჩვენ მცირე წყალდიდობის დროსაც კი, როგორი შიში გვიპყრობს, გვეშინია ყველაფრის და თავად სიცოცხლის დაკარგვისაც. მაშ რა დაემართებოდა მართალ ნოეს, რომ დაენახა თუ რა სიმაღლეს აღწევს წყალი. 15 წრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ და დაფარა მთებიო, ნათქვამია. გაიხსენი აქ, საყვარელო, უფლის მიერ წარმოთქმული სიტყვები. არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი 120 წელი, ასევე. წაირყნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. და კვლავ, გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. ამგვარად, რადგანაც მთელ ქვეყნიერებას სრული განწმენდა სჭირდებოდა და იგი ყოველგვარი სიბილწისგან უნდა გამბანილიყო და განადგურებულიყო უწინდელი გარყვნილების ყველანაირი ნიშატი, ისე რომ უწმინდურების კვალიც კი არ დარჩენილიყო, არამედ თითქოს და სტიქიის განახლება მომხდარიყო. ამიტომ
ღმერთი გაწაფული ხელოვანის დარად მოიქცა, ვინც ხელში იღებს ჟამისგან შელახულ და ასე ვთქვათ ჟანგით შეჭმულ ჭურჭელს ცეცხლში აგდებს და ამი მთელ ჟანგს აცლის, გადააკეთებს, გარდაქმნის და წინანდელ სილამაზეს უბრუნებს. ასევე ჩვენმა ღმერთმა მთელი სამყარო გაწმინდა ამ წარღვნით მოაშორა ადამიანური უწმინდურება, უკიდურესი გაღწნილების ჭუჭყი და კვლავ მშვენიერი გახადა იგი, კვლავ ნათელი გვიჩვენა მისი სახე და წინანდელი უკეთურების კვალიც კი არსად დატოვა. 15 წყრთის სიმაღლეზე აიწია წყალმა მათ ზემოთ. უმიზეზოდ როდი მოგვითხრობს წერილი ამაზე, არამედ იმისათვის, რათა ვიცოდეთ, რომ დაიძირნენ არა მხოლოდ ადამიანები, პირუტყვი, ოთხფეხი და ქვეწარმავალი, არამედ ცის ფრინველებიც და ყველა ნადირი და სხვა ცხოველებიც, რასაც კი მთებში ედობინა. იმისთვის ამბობს. 15 წყრთის სიმაღლეზე აიწია, რათა დარწმუნდე, ღვთის განზრახვა რომ სრულიად აღსრულდა. მან თქვა: 7 დღის შემდეგ წარღვნას მოვიყვან ქვეყანაზე და წარხოცავ მიწის პირისგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია, ადამიანს და პირუტყვს, ქვეწარმავალს და ცის ფრინველს. შესაბამისად, წმინდა წერილი ამის შესახებ მხოლოდ იმიტომ კი არ მოგვითხრობს, რომ გვიჩვენოს თუ რამდენად აიწია წყალმა, არამედ იმისათვის, რომ ესიც შევიტყოთ. არაფერი დარჩა ამ ქვეყნად, არც ნადირი, არც პირუტყვი, არც სხვა რამ ცხოველი, არამედ ყოველივე გაწყდა ადამიანის მოდგმასთან ერთად. რადგანაც ისინი ყველანი ადამიანისთვის არიან შექმნილი მაშასადამე, როცა უკანასკნელი ადამიანიც იღუპება, ცხადია, ცხოველებიც მის ბედისწერას იზიარებენ. შემდგომ, როცა გვაუწყებს თუ რა სიმაღლეზე აიწია წყალმა, კერძოდ კი რომ მთების მწვერვალებს 15 წყრთით ასწდა იგი, წერილი ჩვეულ სიზუსტეს იცავს და ამასაც ამბობს. მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძროდა ამ ქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი და ყოველი ადამიანი. ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა. უმიზეზოდ კი არ აღუნიშნავს წერილს, რომ ყველაფერი, რაც კი ხმელეთზე იყო, მოკვდა, არამედ იმისათვის, რომ გაგეგო. ყველა და ყველაფერი დაიღუპა, მხოლოდ მართალი ნოე გადარჩა მასთან კიდობანში მყოფებთან ერთად. რადგანაც მათ წინ დატოვეს ხმელეთი და ღმერთის ბრძანების თანახმად კიდობანში შევიდნენ. აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო. ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე ყველაფერი აღიგავა მიწის პირიდან. დააკვირდი, წმინდა წერილი ერთხელ ორჯერ მრავალჯერ გვატყობინებს, რომ სრულიად განადგურდა ყოველი, რომ არც ერთი სულდმული არ გადარჩენილა, ყველა წყალში დაიხრჩო ადამიანებიც და ცხოველებიც. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი. იდგა წყალი დედამიწაზე 150 დღე. ამდენი დღე წყალი სულ უფრო მატულობდა. აქ კვლავ დაფიქრდი მართალი ნოეს უჩვეულო სულგრძელობასა და სიმამაცეზე. რა არ გადაიტანა, როდესაც წარმოიდგენდა და, ასე ვთქვათ, გონების თვალით უმზერდა ადამიანთა სხეულებს, წმინდა თუ უწმინდურ პირუტყვთა სხეულებს, როგორ ერთნაირი სიკვდილი ეწიათ და ერთმანეთს შეერივნენ ყოველგვარი გარჩევის გარეშე. რა არ გადაიტანა, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი ფიქრობდა მარტოობაზე, ამ უდაბურ და მწუხარე ცხოვრებაზე, რომელიც არანაირ ნუგეშს არ პირდებოდა თუ საუბრისგან, თუ ხილვისგან. როცა დანამდვილებით ისიც არ იცოდა, რამდენ ხანს უნდა ეცხოვრა ამ დილეგში. სანამ წყალი ხმაურობდა და მატულობდა, შიშიც დღითი დღე უძლიერდებოდა. მართლაც და რა სანუგეშოს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, როდესაც ხედავდა, რომ წყალი 150 დღის განმავლობაში ისეთივე რჩებოდა, ფარავდა მიწას და სრულიად არ იკლებდა. მაგრამ იგი უდრტვინველად უძლებდა თავის მდგომარეობას, რა კი იცოდა, რომ უფალი ყოვლის შემძლეა და ვით ბუენბის შემოქმედი, ყოველივე საკუთარი ნებისაებრ ქმნის და გარდაქმნის. არ ამძიმებდა კიდობანში ცხოვრება, რადგანაც უფლის მადლიანი შემწეობა აძლიერებდა, საკმარის ნუგეშს გვრიდა და არანებებდა, სულით დაცემულიყო, უღირს და მდაბალ გზნობებს დანებებულიყო. რადგან თავის მხრივ წინდაწინ გამოავლინა შეუდრეკელი სათნოება, მაღალი სიმართლე და მძლავრი რწმენა, ღმერთისგან უხვებით მიენიჭა მოთმინება, სიმამაცე, უდრტვინველობა ყოველივეში, კიდობანში ცხოვრების უნარი ისე, რომ ამით არაფერი დაუშავდა და დაუზიანდა და არც ცხოველების სიახლოვე შეუწუხებია. ამ მართალ კაცს მივბაძოთ ჩვენც და ვცადოთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენგან საჭიროა იმისათვის უფლის ძღვენთა ღირსი რო შევიქნათ. იგი ჩვენგან ელის საბაბს, რათა თავისი უდიდესი სიუხვე გამოავლინოს. ნუ მოვაკლებთ საკუთარ თავს მის ძღვენებს მცონარობის გამო, არამედ ვიჩქაროთ და ვიღვაწოთ სათნოების გზაზე შედგომა, რათა ზენარე შემწეობის მიმღებებმა მისი ბოლომდე გავლა შევძლოთ, უმაღლესი ძალის შემწეობის გარეშე ვერაფერს ვიზამთ კეთილს. ამგვარად, ჩავეჭიდოთ მის სასოებას, ვით საიმედო და მტკიცე ღუზას, დავეყრდნოთ მას და არად ჩავაგდოთ სათნოების შრომა, არამედ შრომის წილ მიღებულ საზღაურზე ვიფიქროთ და ამ გზით ყოველივე სულგრძელად გადავიტანოთ. ვაჭარიც ნაუმისადგომს რომ დატოვებს და ზღვაში გავა, ფიქრობს არამხოლოდ მეკობრეებზე და გემის დაღუპვაზე, ზღვის ურჩხულებზე და ქართა შემოტევაზე, უსასრულო ქარიშხლებსა და უბედურებებზე, არამედ სარფაზე, რაც ამ ხიფათების მერე მოელის და იმედით ნასაზრდოვები, უდრტვინველად იტანს წინ დახვედრილ უსიამოვნებებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი მოგება ნახოს და შინ მოიტანოს. მიწათმოქმედიც არ ფიქრობს მხოლოდ მიწის დამუშავების სიმძიმეზე, კოკისპირულ წვიმებზე და მიწის უნაყოფობაზე, გვალვასა თუ მკალისგან მოოხრებაზე.
არამედ გონების თვალწინ წამოუდგება კალო და პურის ულოები, ამიტომაც უდრტვინველად იტანს ყოველივეს, მოსავლის იმედით შრომის სიმძიმესაც არ იმჩნევს. და თუმცა წარმატება არ არის უეჭველი, მას საამოიმედები ანუგეშებს. და სასო არ წარეკვეთება მის შრომაში, არამედ აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, შრომის წილ საზღაურის მიღების მოლოდინით. ასევე მებრძოლიც აბჯარში შემოსილი საომრად რომ ემზადება, არ ფიქრობს მხოლოდ ჭრილობებზე, დამარცხებაზე, მტრის შემოტევასა და ომის სხვა უბედურებებზე, არამედ თვალწინ უდგას გამარჯვება და ალაფი და ამ იმედით ისხამს იარაღს. ომის ბოლო უცნობია, ის კი ამაზე არ ფიქრობს, საამოიმედებით საზრდოობს, შიშს გვერდზე გადადებს და მტრის ლაშქრის წინააღმდეგ საბრძოლველად მიემართება. თუ კი საყვარელნო, ვაჭარიც, მიწათმოქმედიც, მეომარიც არ დაგდებენ გამარჯვების სათუოობას, არც დამარცხების შესაძლებლობას, არც მრავალგვარ, როგორც ისმინეთ დაბრკოლებას, სასოს, არ წარიკვეთენ და არ წყვეტენ შრომას იმედით ნუ გეშცემულნი მას ჩვენ რითღა გავიმართლებთ თავს, რომ გულმოდგინებას არ ვიჩენთ სათნოებაში და სიხარულით არ ვიჭირთავთ ყოველგვარ შრომას მისთვის. მაშინ, როცა უეჭველი იმედი მოგვეპოვება, როცა ამდენი სიკეთე გვაქვს შეპირებული და ჯილდოც უსასრულოდ აღემატება ჩვენს ყოველგვარ შრომას, ყური უგდე ნეტარ პავლეს, რას ამბობს იგი მრავალი და მძიმე მწუხარების, თავდასხმების, ხუნდებისა და ყოველდღიურად ნანახი სიკვდილების მერე. ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მისთანადიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენ და მომართ. თუნდაც რომ ყოველ დღეს სიკვდილს მივეცემოდეთო, ამბობს რასაც რომ თქვათ ბუნება არ დაგვანებებს, თუმცა ნება, ბუნების დამთრგუნველი, ღვთისმსახიერების წყალობით, შეიწირება მაშინაც კი ჩვენი სატანჯველი ვერ გაუტოლდებოდა იმ სიკეთეებს, რომლებიც მოგველის და იმ დიდებას, რომელიც ჩვენში აღმოჩნდება. იხილე რაოდენ უსაზღვროა დიდება, რომელსაც სათნოების ჩამდენი იღებს იგი აღემატება ყველა გმირობას, რაც კი ოდესმე ჩაუდენიათ. თუნდაც რომ თავის უმაღლეს გამოვლინებას მიაღწიოს, მაინც მასზე მცირე იქნება. მართლაც და რა შეუძლია ადამიანს ჩაიდინოს ისეთი, რითაც სრულიად დაიმსახურებდა ღმერთისგან უხვებით მოძღვნილ სიკეთეებს. თუ კი პავლეც კი, ესოდენ დიდებული და ამაღლებული კაცი, ამას ამბობდა. ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მისთანადიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენ და მომართ. თუ ამას ამბობდა იგი, ვინც თავის თავზე იტყვის. მარადღე მოვკვდები და უმეტეს მათ ყოველთასა დავშვერ, მაშინ რა უნდა ვთქვათ ჩვენ, ვისაც არ გვსურს მცირე შრომა მაინც გავწიოთ სათნოებისთვის, არამედ მუდამ ვეძებთ მოსვენებას, მხოლოდ იმაზე ვზრუნათ, როგორ ავიშოროთ ყველანაირი უსიამოვნება. და თან ვიცით, რომ შეუძლებელია იქაური მარადიული სიმშვიდის მოპოვება, თუ კი აქ მოღვაწის ცხოვრებას არ შევიყვარებთ, მართლაც და აქაური მწუხარება განგვაწყობს, რომ უფალს ვაამოთ და აქ ჩადენილი მცირე გმირობები უდიდეს კადნიერებას მოგვანიჭებს იქ. ოღონდაც კი გადავწყვიტოთ და მივდიოთ სამყაროს ამ მასწავლებლის, მოციქული პავლეს რჩევას. დაფიქრდი, საყვარელო. ის, რაც აქ მოგდის, თუმცა კი სავალალოა, მაგრამ ხანმოკლეა. სიკეთეები კი იქ რომ გველოდება, უსასრულო და მარადია. რამე თუ ხილული ესე, ამბობს მოციქული, საწუთრო არს, ხოლო არახილული იგი საუკუნო. მაშ უჩივლელად გადავიტანოთ დროებითი და ნუ ავირიდებთ სათნოების გმირობებს, რათა დავტკბეთ მარადი და უცვლელი სიკეთეებით, რომელსაც დაევეღირსოთ ყველანი, მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს, მამისა და სულისა წმიდისა თანა დიდება და უფლება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.